მოგესალმებით ყველა, საკაპიკეში ჩაკაპიკებული კაპიკი არის თქვენთან და დღევანდელი ვიდეო შეეხება ისევ ვარჯიშს, იმიტომ რომ დიდი ხანი ვიდეო არ გადამიღია ვარჯიშზე და როცა ლაივი მქონდა გაკეთებული, რასაც ვაკეთებ ალბათ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ დამიწერეს რომ აღარ ვარჯიშობ შენ უკვე ბევრს როგორ ჩანსო და ვარჯიშით ვარჯიშობ, მაგრამ უბრალოდ აქ გამოდივარ და აქ არ ვარჯიშობ, იმიტომ რომ გამოცდების პერიოდი მქონდა და იმდენად ვერ მოვიცალე იმისთვის რომ მევარჯიშა. ეხაც ამ აქვს გამოცდების პერიოდი, მაგრამ უბრალოდ თავარი რაც იყო, რაღაც სამი საგანი, ეგენი ჩავაბარე. ლიტერატურა და კიდე რაღაცები მოკლედ მაგის მნიშვნელობა არ აქვს დიდი. ხო და ეხლა გამოვედი, თან კიდე საუბარიც მინდოდა რაღაცა თემებზე, რაც დიდი ხანია მაქვს გონებაში, ძალიან დიდი ხანია. მე მგონი, რაც ბოლო ვიდეო გადავიღე ვარჯიშზე, მაგის მერე მინდა რომ ამაზე გესაუბროთ, მაგრამ ვერადავე მოვაფითავებ, მაგრამ ეხლა გამოვედი, თუმცა ცოტა დამაგვიანდა, გუშინ დავიძინე გვიან, რაღაც 2 საათი იქნებოდა. მე 6 საათზე გამეღვიძა, მე ვეღარ დავიძინე, მე გავუღვიძე 9-ზე. და ძალიან დამოგვიანდა აქ გამოსვლა, რა უნდა გამოსულიყავი ან რა ვიცი, ან 7-ზე უნდა გამოსულიყავი ან 8-ზე, იმიტომ რომ ეხა აქ ან ქორწილები იქნება, ან ექსკურსიები იქნება, ან კიდე ვიღაცები უკვე არიან იქ და ვარჯიშობენ, ხო და მაგით ვთქვი რომ დამოგვიანდა ძალიან. თუმცა ერთი დადებითი ის არის, რომ ისინი არ გაჩერდებიან დიდი ხანის, რაღაც მაქსიმუმ 1 საათი იყვნენ ალბათ და მანამდე მეც გავხურდები, ცოტა რაღაცებს გავაკეთებ ჩემთვის და როცა უკვე კარგად ვიქნები ფორმაში, მე ვიდეოსაც კიდე კარგად გადავიღებ, რომ დავიწყებ გადაღებას უბრალოდ. მანამდე ერთ რაღაცას ვიტყვი, მოკლედ მე რო დავდიოდი ჭიდავზე, იქ ჩემმა მასწავლებელმა ერთმა, რომელიც ძალიან კარგი მასწავლებელი არის და ადამიანიც კარგი არის, ყველანაირად კარგი ადამიანია რა, ყველანაირად. მოკლედ მითხრა მაგ ადამიანმა, რომ თუ გინდაო ერთხელ მოდიო და გადაიღე ვიდეო იმაზე თუ როგორ ჭიდავთო ჩვენო რა. იქნებაო რაღაც 10 ბავშვიო, რაღაც გახურებებს გააკეთებენო და მე შენ რაღაც იცი ასე თუ ისე ჭიდავი, არ ვიცი არაფერი სიმართლე გითხრა, რაღაცა ფუნდამენტური ილეთები ვიცი, რაც დამწყება იცის, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი. ხო და მოდიო რა შენცო და გადაიღე რაღაცა ვიდეო და თუ გინდა კიდე YouTube-ზე დადევიო. რაც მეთქი, რატომაც არა, კარგი იდეა იქნება და თუ თქვენც გაქვთ სურვილი რომ მსგავსი რაღაცა გავაკეთო, მაშინ კომენტარებში დაწერეთ და იმედია რომ თქვენს მოგეწონებათ ეგ აზრი რა. ხო და თან კიდე ის არ უთქვია რომ მოდი ერთხელ გავაკეთო და მე აღარ გავაკეთო დაწიო. შეიძლება რეკლამისთვისაც გამოდგეს ეგ ვიდეო და მაგიტომ თხოვა, მაგრამ არ ვიცი მოკლედ. მაგრამ საბოლოოდ საქმე ისაა რომ ძალიან მაგარი ვიდეო გამოვა, კიდე ბევრს мотиваციას მისცემს რომ არა მარტო აქ ვარჯიშობ, ქუჩაში რაღაცა ესე, არამედ ვარჯიშობ კიდე თუნდაც დარბაზებში, როგორც არის ჭიდავის დარბაზი და ასე შემდეგ. ჭიდავის დარბაზში კიდე მაგაც აქვს, ძალიან ბევრი არა, მაგრამ რაღაც აღჭურვილობა არის რა, გიდები და განტელები და მსგავსი რაღაცეები და თუ ერთხელ მომცემენ უფლებას და ხელს არ შეუშლი მაგაც, მაშინ შეიძლება რომ ერთი ვიდეო გადავიღო იქაც, ოღონ ჭიდავს კი არ უყურებ, უბრალოდ ჩემი ვარჯიში იქნება გირების და განტელების დახმარებით. ცოტა რაღაცა old school დარბაზებით არის და მე მგონი საინტერესო იქნება და რა ვიცი, თუ გინდათ კომენტარებში დაწერეთ და ვესწრები რომ ამ ზაფხულს გამოცდების მერე ეგ მოვაგვარო. რა თქმა უნდა, სამსახურის პოვნაც მინდა, სამსახური რო ვთქვი, ეგ უნდა დამეცენზურებია, იმიტომ რომ ბევრს შეიძლება ხა ჯამს კი არ იქონოდა, ხო და ხო მოკლედ, ბევრი საუბრის გარეშე, რაც უნდა მეთქვა უკვე წინასწარ გითხარით, ეხლა კიდე წავალ იქ, ცოტა გავხურდები და როცა უკვე წავა ის ხალხი, მერე დაგელაპარაკებით იმაზე, რაც მინდოდა რომ მეთქვა.
მოკლედ, საბოლოოდ ისე მოხდა, რომ წავიდნენ. ცოტა კიდე გეუბნებით ამოგვიენდა, იმიტომ რომ აი, როცა აქ მოლიან, ან თუნდაც დარბაზი იყოს, მნიშვნელობა არ აქვს მაგას. რატო აკეთებთ ეგრე, რომ აი მაგასთან ერთად როცა მიდიხართ დარბაზში, 9 საათი ლაპარაკობთ, 2 წუთი ვარჯიშობთ. ესენიც ახლა შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ არავის, მაგრამ უბრალოდ მაინდ ინტერესის გამო ვიძახი ამას, ანუ რომ მოდიხარ, აკეთებ თუნდაც 200 დვას, მე 9 საათი ლაპარაკობ, მე ისე 200 დვა, ანუ რა აზრი აქვს ესეთ ვარჯიშს ძალიან მაინტერესებს. რაც შეეხება ჩემს ვარჯიშს, მოკლედ რაც გავაკეთებ ახლა არის ტრადიციულად ყველაფერი, უბრალოდ ერთი მასლაფები დავამატე, მაგრამ სანამ მასლაფებს გავაკეთებდი, მანამდე ვაკეთებდი მაჯებს ჟუდის დახმარებით და მაგას ბოლოში კიდე გავაკეთებდი დიდი ვარაუდით პლუს აჯმანიები და კიდე ზურგი გავაკეთე ჟუდის დახმარებით და ნუ კერდი კიდე რა თქმა უნდა, სხვა დანარჩენი ის განსაკუთრებული არაფერი. ამას გავაკეთებ კიდე 2 მისვლას, მე როგორც იხარით უკვე შევწვი, გავაკეთებ ისევე ზურგს ოღონ ქვემოდან, ესე გავაკეთებ მაგას. კიდე აზიდვებიც იქნება ალბათ ოღონ ესე არა და იქნება ესე. და ნუ კიდე რა შეიძლება რომ გავაკეთო, ალბათ აჯმანიები როგორც გითხარით. და რაც სასაუბრო მაქვს, მაგაზე კიდე ნენელას ეგლაპარაკებით ოღონ ჭრებში რა. ჯერ ვარჯიში, მერე საუბარი, ჯერ ვარჯიში, მერე საუბარი და აი ესე. ხო კიდე მასლაფსაც შეეხება რა. ესე იგი, მასლაფები არის, როგორც უკვე იცით, ეგ არის პრინციპში მთლიანად ტექნიკა, მაგრამ მე რას ვაკეთებდი არის, რომ მაჯა უნდა გქონდეს ესე რა, ანუ ესე უნდა იყოს დაკიდებული ფაქტიურად მაგ ძელზე, იმისათვის რომ წამოწევის დროს, ანუ კარგად გადაწიო რა იქ ხელი და მე წამოვიდე ჩვეულებრივად, მაგრამ მე მარჯვენა ხელის მაჯამ ჩებოდა ესე გასწორებული და აწევის პროცესში, ნუ ცოტა მოხრა უჭირდა რა. ხო და ნუ ტექნიკა არის უფრო ეგ ან ტექნიკა არის, ან უნდა გქონდეს ისეთი ძალა, რომ გაჩერებულზე წამოწიო და სუფთად გააკეთო, რაც უნდა გააკეთო ეგრე რა, მაგრამ მე როგორც გავაკეთე, ეხლა ცოტა მოქნევით, ეგ ცოტა ტექნიკა იყო, მაგრამ ტექნიკაც არ გავამდის იმდენად, იმიტომ რომ დიდად არ ვაკეთებ ამ მასლებს, ანუ აზრი არ აქვს, თუ ვერ აკეთებ წესიერად, მაშინ აზრი არ აქვს. ან უნდა აკეთო იმდენი ეგრე აქნევით, რომ საბოლოოდ მიხვიდე იქამდე, რომ კარგად გააკეთო და სუფთად გააკეთო, რომ მე საბოლოოდ კუნცე წამოვიდეს და ის არ იყოს, რომ აი ფეხებს აქედან დაიწყებ, მე ასე ააქნევ ზემოთ და საბოლოოდ მე ზევით ახვალ. და ეგრე ინერსიის გაკეთება სისულელი არის ჩემი აზრით. თუ კიდე გეუბნებით, ანუ არ სწავლობ იმას, რომ საბოლოოდ გააკეთო მე სუფთად. აი ეს არის ძალიან მსხვილი და სხვადასხვის როგორც გავიგე, არ ვიცი რამდენი ფაქტი არის, მაგრამ ცოტა ლოგიკაში ჯდება. მოკლედ, თუ გააკეთებო აი ამ სისქე რაღაცაზე აზიდვებს, ანუ ესე ჩაჭიდებ, ეს გეხმარება შენს ჩაჭიდების გაძლიერებაში და პლუს კიდე მაჯებსაც ტვირთავს და მოკლედ კარგი არის რა ყველაფერშიო. და ვითომ აი ხელებს აფართოვებს რაღაცნაირად რაღაც გავიგე, მაგრამ კიდე გეუბნებით არ წუნებული არა ვარ, უბრალოდ მე რო გავაკეთე ხა მინდოდა მაინც და მართლაც რომ აი მაჯები და მოჭიდება და ყველაფერი კარგად დაიჭირა რა ეს რო ვთქვათ, მაგრამ როცა აკეთებ წვრილზე უფრო კარგად ეკავს ხელი მოჭერილი და ბევრად უფრო მარტივი გასაკეთებელი არის. რა ვიცადე თქვენც თუ არის ესეთი ფართი ცოტა და თქვენც ნუ იგრძნობთ რა მაგას.
მოკლედ აი ამ ვიდეოებს რო ვიღებ ტელეფონი არის აი რაღაცა აი ესე პატარა აკლია რომ გადმოვარდეს და სანამ სავარჯიშოდ მივალ ტელეფონი რომ მიდევს ფაქტურად ლოცრობ რომ პატარა ქარი არ წამოვიდეს ორე ეგრევე გადმოვარდება ძირს აი ეს ხო იცი ჩემი შტატივი რო არის ხო და ტელეფონი მიდევს რაღაცა აი აქ და ერთი პატარა ქარი და ოპ გადმოვარდება დაეფშნება ეგრევე ხო კიდე მართლა მე ბევრ ვიდეოში აღვნიშნე ეს მაგრამ ეს ჯოხი რო არ მქონდეს რომელიც აღებული არის აქედან მაშინ ვერ გადავიღებდი ვიდეოებს და ამდენი ეპიზოდი არ მექნებოდა აქ. მოკლედ ეხლა წვიმას იწყებს თან და არ ვიცი რამდენი ხანი გავჩერდები აქ თუ ძალიან დაწყო მაშინ მომიწეს რომ მალე დავამთავრო ვიდეო შედარებით ვიდრე გეგმაში მქონდა მაგრამ მაინც ეხლა რაზე უნდა მესაუბრო ერთი სიტყვით. ნუ გოგუებზე უკვე კი იცით რომ აი ძალიან ბევრი ბიჭი გოგუების გამო რაღაცა ძალიან ცუც აკეთებს და მე კიდე ეს გოგუები კიდე ისე არიან რომ აი როგორ არიცი ჩხუბს აიწყებენ ბიჭებს შორის და ბიჭებს შორის ჩხუბი როცა მოხდებოდა მე ერთი ბიჭი რაღაცა მოკვდება რაღაცა მსგავს იზამს მე გამოვლიან და ეტყვიან რომ მე რაშვაში ვარ კაცო მე არაფერი არ მიქნია საერთოდ ან კიდე ვაფშე წავლიან ცხოვრებიდან ისე რომ არც ბიჭებს დაბლოკავენ ვინც მოკვდა იმ ბიჭებს დაბლოკავენ იმიტომ რომ მაგოგოს გამო მოხდა ეგ ყველაფერი და მოკლედ მინდა რომ უბრალოდ გითხრათ რომ აი ლაივ სტრიმზე კიდე იყო მსგავსი კომენტარები რომ აი გოგო მომწონსო ესეო ისო და ძმაკაცი ყავსო და რა ვქნა ვეხაო და თუ გოგოს ხედავ რომ ძმაკაცი ყავს ვიღაცა ვინც ასე თუ ისე ეჩალჩება რაღაცა მსგავს აკეთებს პროსტა გაანები თავი ანუ არ ღირს ვიღაცა გოგოს გამო ვისაც შეიძლება შენ არც მოწონოს საერთოდ რომ რა ვიცი აი მის ძმაკასთან ესე რომ ვთქვათ მოგიწევს რაღაცა ჩხუბი ან დაპირისპირება რომელიც არც დამიჯერა რომ არ გინდა და დამთავრდება ძალიან ცუდად და მაგის მაგალითი მაქვს მე ერთი და მოგვიყვებით ახლა უცებ სანამ გადავალ კიდე ბარემ ბოლოსეთზე ესე იგი ერთი თბილისელი გოგო იყო ვიღაცა ვინც მნახა მე მგონი TikTok-დან ოღონდ ეგ იყო რაღაცა 3 წლის წინ ხო და მაგის მერე მაგოგომ რატომღაც გადაწყვიტა რომ საკუთარი დაქალი გაერიგებინა ჩემთვის ან რაღაცა მსგავსი არ ვიცი მოკლედ ახლა მაგრამ ფაქტი ის იყო რომ მაგის დაქალი იყო და დავიმატა მე მაგის დაქალმა პლუს კიდე კარგ რაღაცებს ვიძახო და მაგის დაქალზე და საბოლოოდ ნუ დავიმატე რა და წერეთ ახლა ერთმანეთს რაღაცა 1-2 თვე მაინც და მეგობრობაზე ცოტა უფრო შორს იყო წასული ყველაფერი რა ურთიერთობასავით დიდი ისე არაფერი ანუ ისეთი თემა იყო რომ ერთმანეთს წერდით მაგრამ თითქოს აი ძალით რომ აი გვეთქვა რომ გუშინ დიალოგი რო ქონა ჩვენ მაგრამ რეალურად ეგ დიალოგი გრძელდებოდა რაღაცა მაქსიმუმ 10 წუთი ხო და ერთხელ მე რო რაღაცა პოსტი დავდე სტორიზე მაგან ეგ ფოტო აიღო და ფრჩხილებზე დამახატა რაღაცა ბეტმენის ფრჩხილები ესე რომ ვთქვათ მიაწება ჩემს ფრჩხილებს ხო და მე ავიღე ეგ ფოტო იმიტომ რომ რატომაც არა მეთქი სახალის უარი თქო და დავდე ეგ სტორზე და მე მაგანაც კიდე გადააზიარა და დადო ეგ საკუთარ სტორზე და ბოლოს სანამ მაგას დაბლოკავდი მაგოგოს მანამდე გააკეთა ეს რაღაცა რა პოსტი დადო საკუთარ პროფილზე რაღაცა ფოტო იყო და მეთქი რატომაც არა ბარე მოდი მე ვსწავლებ მაგის ფოტოს ჩემს სტორიზე თქო და რო დავდე ეგ ფოტო ჩემს სტორიზე მე მაგანაც გადააზიარა საკუთარზე და მივწერე მე მაგოგოს რაღაც 1-2 საათის მერე რომ მეთქი აი ნახე აგერ ვიღაცები არიან ვისაც გონია რომ შენ ჩემი შეყვარებული ხარ თქო და მე იმანაც მითხრა რომ მეც მწერენ აგერო ზოგიერთიო რომ აი ესაო და ისაო და მეთქი მაჩვენი ეპო რაც წერენ თქო და ტიპი მიგდებს ვიღაცა ბიჭის სკრინშოტს რომელიც ეხაც მაქვს ნახული და ეგ ბიჭი ეუბნება ამ გოგოს ჩემზე რომ მაგ ბიჭს რო დაინახავენო დაცხრილულსო და ანუ დახვედილსო კამაროშიო მე ნახავსო ეგო და მე მივწერე მაგოგოს რომ მეთქი ჩემზე ეგეთ რაღაცას გეუბნება ვიღაცა ბიჭი და შენ კიდე არაფერს არ ეუბნები და მაგ ადამიანს კიდე წერ თქო და ეს იდიოტი მეუბნება რომ კი წერ ზოგჯერ ხო და მე მეთქი რა ვიცი კარგად იყავით ხო და მაგის მერე მაგოგოსთან აღარ მისაუბრია არანაირად და ეგეთი რაღაცეები თუ არის პროსტა შეეშვით რა მსგავს გოგოებს გაანებით თავი როგორც გითხარით კარგად არ მახსოვს ან როგორი იყო და რა მოხდა და შემდეგ ცოტა არაულად მოვყევი და ეგ არის და ეგ რა მაგრამ ეგეც კიდე იმიტომ რომ როგორც გეუბნებით 3-4 წლის წინ მოხდა ეგ ამბავი და კარგად არ მახსოვს მაგრამ რასაც გეუბნებით ახლა მე ამ გოგოებზე და რასაც კიდე გიყვებით თუნდაც ვიდეოებში თუნდაც კიდე ამ ვლოგების რაღაცა ვარჯიშებში და ასე შემდეგ ანუ იმდენი ცუდი შემთხვევა მქონია რომ უკვე გოგოები რო არიან ხო იცი ეს სხვა გოგოები და ერთი პატარა ცუდი შემთხვევის მერე რო აი დაუშვათ ბიჭმა არ წაიყვანა რომელიღაცა გოგო ხინკალზე და მე გამოვლიან TikTok-ზე დაიწყებენ იმის ლაპარაკს რომ ყველა ბიჭი ერთნაირია ბიჭებს სამსახური არ აქვს ბიჭები უფულოები არიან ბიჭები ის ბიჭები ეს ყველა ბიჭი ეს ხო და იმდენი შემთხვევა მქონია რომ მეც უნდა დამეწყო მაგ გოგოებივით იმაზე ლაპარაკი რომ ყველა გოგო ერთნაირია ყველა გოგო ის არის ყველა გოგო ეს არის მაგრამ მაინც არ დამიწყია მსგავსი რაღაცების ლაპარაკი და მაინც ცოტა პოზიტივი მაქვს რომ იქნება და ამდენი იდიოტიდან ერთ-ერთი რომელიღაცა იყოს წესიერი ხო და ასევე კიდე რა უნდა ვთქვა იცი აი
როდესაც მე ჩემს პრობლემას გავაზიარებ ინტერნეტში, თუნდაც TikTok-ზე ან მსგავს რაღაცეებში და ვიტყვი მსგავს რაღაცას, ხა რაც მოვყევი მე, რომ მეთქი გოგოს ვიღაცა ბიჭი ჩემზე ეუბნებოდა იმას, რომ ჩემი მოკლა უნდა ფაქტიურად. და მე გოგოები გამოლიან და კომენტარებში მეტყვენ იმას, რომ შენ ცუდი გოგოები გვხვდება ეტყობა. ანუ ესე იგი ძალიან სასაცილო არის ხა, იმიტომ რომ გამოდის რომ თუ 100 გოგო ძალიან ცუდ რაღაცას გააკეთებს, მაშინ შენ ცუდი გოგოები გვხვდება ეტყობა ძალიან. მაგრამ თუ ერთი ბიჭი რაღაცა ცუდს გააკეთებს, ყველა კაცი ერთნაირია. ყველა კაცი ცუდი არის. ყველა კაცი ის არის. ყველა კაცი ეს არის. ხო და რა ლოგიკას მიყვებით მან და ან რა აზროვნებას მიყვებით, არ ვიცი, მაგრამ არ ვიცი. უკვე აღარც მაინტერესებს. მაგრამ სიმართლე რო გითხრათ, იყო ერთი მომენტი, როდესაც იმდენად გამოვშტერდი უკვე მაგათი დებილი ლოგიკით, ეგეთებით, ეგეთი გოგოებით, რომ მართლა ვიფიქრე რამდენიმე დღე, რომ მეთქი ყველა ესეთი დებილი არის თქო, რაღაც ამდენი ხდება, რომ ესეთი შტერი არის, მაშინ შანსი არ არის, რომ რომელიღაცა გამორჩეული იყოს თქო, მაგრამ მე გადავიფიქრე ეგ და მოვედი ისევ რა საგონებაზე, რომ მეთქი ახლა ამ პატარა გოგოები ვთხოვარ და ვწყებ იმაზე ფიქრს, რომ რაღაც 50 დებილია, მაშინ გამოდის, რომ 4 მილიარდი კიდე დებილი უნდა იყოს თქო. ხო და შევეშვი მაგ ფიქრსაც და ეგრე უკვე აღარ ვფიქრობ, რაც კარგი არის და თქვენც კიდე გიჩვენთ, რომ ეგრე იფიქროთ, რომ ყველა გოგო ერთ და იგივე არ არის. შეიძლება შენ როგორც მე შეხვდეს ვიღაც 100 გოგო, ვინც მართლა უაზრო არის, მაგრამ შეიძლება რომ შეხვდეს კიდე 1-2 ვინც დალაგებული არის. იმიტომ რომ ეგეთები ანუ მყავს რა ჩემ ცხოვრებაში რა, ვინც არის 1-2 ვინც მართლა ძალიან მაგარი არის, ნებისმიერ თემაზე დაელაპარაკები, რაღაცაზე რომ უთხრა ესეთი თემა, ანუ ცოტა რთული თემა რო იყოს რა. არ დაგიწყებენ იმაზე ლაპარაკს, რომ შენ რასისტი ხარ, მე სენსიტიური ვარ ძალიან და ტიხა წილს დავიწყებ, იმიტომ რომ შენ ვიღაცაზე ესეთი რაღაცა თქვი ძალიან ცუდი, რომ თუნდაც ჩემ ქვეყანაში არ უნდა იყოს. წარმოვიდგინე ხა მე რო ლაპარაკობ, ხო იცი რომ რაღაცა ვიდეოებში რომ მეთქი ეს უცხოელები რო ჩამოდიან აქ ეს მასობრივი ემიგრაციის გამო, არის ძალიან ცუდი თქო რა. და ზოგიერთი გოგო არის რომ მაგას რომ მოუყვები ტიპები ტირილს იწყებენ რა, როგორ შეიძლება შენ ეგრე თქვი ვიღაცა უცხოზე. ან კიდე არის ეტყვი რა რაღაცას თუნდაც დიალოგში ხართ ეხა და ფერად კანიანის მაგივრად იტყვი შავკანიანს და ტიპები დაგარეპორტებენ Facebook-ზე. ხო და არ ვიცი, ესეთი უცნაურები რანაირად ახართ ბიჭო, ყველა არა ეგეთი, მაგრამ ეს უმეტესობა შეიძლება რაღაც 100-დან 2 იყოს ისეთი, რომ მართლა ნებისმიერ თემას დაელაპარაკები, ძალიან გახსნილი იქნები მაგათთან, ძალიან კარგი გოგოები არიან. და რაღაც სასწაულები არიან, მაგრამ ეს 98 არის რაღაცა საშინელება, ვერაფერზე ვერ დაელაპარაკები, ვერაფერს ვერ ეტყვი, სულ რაღაცაზე ტირიან, ან ძალიან სენსიტიურები არიან, რომ ეს როგორ თქვი, ის როგორ თქვი, ეს არ შეიძლება, ის არ შეიძლება, ის იქ წერია ესე, ეს აქ წერია ესე. მოკლედ რა, გავურძელთ ახლა ვარჯიში და მე კიდე რაღაცა უნდა გითხრათ, რაც მნიშვნელოვანი არის ასევე და დავამატებთ რა მაგასაც. კარგი, ნუ ახლა რაც შეიძლება უკვე ბოლო თემას და მე კიდე დავამატებ რაღაცა ვარჯიშებს და მე უკვე მოვჩები და წავალ სახლში, იმიტომ რომ ძალიან მაგრად მშია ახლა. ხო და
ბოლო თემა შეეხება უფრო TikTok-ს, იმიტომ რომ TikTok-ზე ძირითადად ისიც რო არიან ბავშვები, ვინც არიან ცოტა twin გამორიცხილები და არიან კიდე დიდები, ვინც უფრო ვარესი twin გამორიცხილები არიან, ვიდრე ბავშვები, იმიტომ რომ ბავშვებს მაგას უფრო გავუმართლებ, მაინც მაგრამ დიდებს მაგას ვერ გავუმართლებ და უკვე იცით კიდე თუ რისთვის იყენებენ ეგ დიდები მაგ TikTok-ს და კიდე მსგავს პლატფორმებს რა. მაგრამ ეს პირველი თემა კიდე დაკავშირებული არის, უბრალოდ მეორე თემა დაკავშირებული არის პირველ თემასთან და რატო ეხა გეტყვით, მოკლედ რო უყურებ ეხა მე კიდე ამ TikTok-ს, აი ტიპები აი სულ იმაზე არიან, რომ შენი ეს, შენი ის, ეხა შენ გაგლახავ, ეხა შენ მოკლავ, ეხა შენ ამას გიზამ, ეხა იმას გიზამ. მოკლედ სულ რაღაცა ჩხუბზე არიან რა. ხო და საბოლოოდ მე ისე მიდის ეგ ჩხუბი, რომ ტიპები გამოვლიან და რაღაცა გარეთ ერთმანეთს ურტყამენ და ნუ ზოგი ხუმრობს და ზოგი მაგას იმიტომ აკეთებს, რომ აი პროსტა ნახვები უნდა, ზოგი კიდე იმიტომ აკეთებს, რომ მაგითი ფულწებულობენ. ზოგი მაგას მართლა აკეთებს, მაგრამ ვინც მართლა აკეთებს მაგას? ან თუ შენ ეხა როგორც ვიღაცა მაყურებელი ამ ვიდეოსი, რაღაცა ბიფი გაქვს ვიღაცასთან ისეთი, რომ აი ჩხუბი გინდა მაგასთან რაღაცა დამტკიცება გინდა რა რაღაცის, რომ აი შენ უფრო მაგარი ხარ, ან შენ რაღაცა თქვი, შენი არგუმენტი უფრო მაგარი არის და ანუ ისე ვერ ჩერდები, რომ ეგ არც ემოდა ეგ მოკლედ ეგრე არ დაამტკიცე შენი არგუმენტი რა, რაღაცა ძალადობის სახით. მაშინ ერთი კარგი იდეა მაქვს და ამაზე ბევრი ლაპარაკობს ისედაც. თუ ეგრე ძალიან გინდათ ვიღაცების ცემა, თუ ეგრე ძალიან გინდათ ის, რომ თქვენი არგუმენტი, რავი, ძალადობით დაამტკიცოთ, მაშინ შეგიძლიათ რომ გააკეთოთ ესეთი რაღაცა. აიღეთ ბოქსის ხელთათმანები, 16-იანები, ან თუ გინდათ 14-იანებიც იყოს, თუ 15-იანები არის, არ ვიცი, მოგონი 14-იანები არის. ხო, აიღეთ მოკლედ ნებისმიერი ეგენი და წავდით რომელიღაცა ბოქსის დარბაზში, ან პროსტა დარბაზში, ან გამოდით რაღაც აგერ, მილე ჩემი ძმაკაცი, როდესაც რაღაცა სპარინგის დღე იქნება, მოდივართ აქ და ავსპარინგობთ. ხო და დაიბარეთ და უთხარით რომ მოდი აგერ ვისპარინგოთ, ოღონ ისი არა რომ ეხა ვიღაც ერთ ბიჭს დაიბარეთ და მე 50-ს დაახვედრებ შენ აქედან. არა, ერთი ერთზე, ან ნუ დარბაზში უფრო უკეთესი არის. დარბაზში თუ წახვიდე, უფრო ბევრი ჯობია. და მოკლედ ისპარინგეთ ან იჩხუბეთ დარბაზში ბოქსის რინგზე, ისე რომ ვიღაცამ გიყუროთ და ვინც მოიგებს. მერე ჩამოვართვენთ ხელს, ნაჩხუბარი გექნებათ უკვე ვიღაცას ტყუილად არ დაჭრიან, ვიღაცას ტყუილად არ მოკლავენ, ვიღაცას რაღაცა არ დაემართება, ვიღაცას კიდე ეგ 50 კაცს არ დააყენებენ თავზე და ანუ თქვენი ბიფი მოგვერდება ეგრე ძალიან მარტივად ისე რომ ვიღაცას რაღაცა არ დაემართება არანაირად და ვსო, მოშევა მაგითი. იმიტომ რომ კიდე გეუბნებით აი მაგალითად გამას მოჩხუბარი იყო თუ ავსები ერთი და რაღაცა კლუბში რო წავიდა დაჭრესო თუ რაღაც ეგრე ქნესო არ ვიცი ხო მოკლედ ზუსტად ეგ ამბავი, მაგრამ ის გავიგე რომ მოკლეს. ხო და წარმოიდგინე ეხა ეგრე რო არ მომხდარი იყო და ეთქვათ ეგეთი რაღაცა მაგბიჭებს რომ აი მოდი ეხა ავდგეთ დარბაზში წავიდეთ ვისპარინგოთ და ვინც მოიგებს მორჩება ჩვენი ბიფი. ხელი ჩამოვართოთ ბოლოს, ნაჩხუბარი ხო იქნება უკვე ესედაც და ვსო. ანუ ეგრე მარტივად შეიძლება რომ ეგეთი რაღაცები მოგვედეს, მაგრამ ბევრს აქვს აი ძალიან დიდი ეგო რა. ხო და იქიდან გამომდინარე რომ ბევრს ეგო აქვს, აი ან ვერ შეეგუებიან იმას რომ წააგეს, ან კიდე იმას ვერ შეეგუებიან რომ აი მარტო მოუწევთ ერთ-ერთზე ვიღაცასთან ჩხუბი და შესაბამისად მაგას ბევრი არის ამსაც ცუდი არის ძალიან. მაგრამ თუ აი ეგოს დააგდებთ, აი ბევრი რაღაცა მოხდება მართლა კარგი. ხო და ამას ახლა მარტო მე არ ვიძახი რა, ანუ ბევრი ოფიციალური ორგანიზაციებიც არის, ვინც ამას აკეთებს რა. აი თუნდაც street beef-ი ქვია თუ ავსწრები, ანუ ეგეთ რაღაცას იზამე რომ ვინც ორი დაპირისპირებული პირია ერთმანეთში, აი წარმოიდგინე ხა მე რომ ვიღაცამ კომენტარი დამიწეროს და მე მაგ კომენტარს უპასუხოს კიდე ვიღაცა ბიჭმა და ნუ ამ ორ პირის შორის აი დაპირისპირება გაჩნდეს, იმიტომ რომ ჩემ ვიდეოზე რაღაცა კომენტარი დაწერა და მე იმას კიდე ვიღაცამ თქო უპასუხა. ანუ ეგეთ ადამიანებს მიწერენ, დაპატიჟებენ საკუთარ რაღაცა დარბაზივით არის და აჩხუბებენ რა და იტყვენ ეგეთ რაღაცებს რომ აი ამ ბიჭებს რაღაცა ინტერნეტ დაპირისპირება ქონდა ერთმანეთში, ეხა იჩხუბებენ და მოაგვარებენ და ამის მერე უკვე ისინი ერთმანეთს არ დაწყებენ. და ეგრეც აკეთებენ, იჩხუბებენ, ერთი მოიგებს, მეორე იტყვის იმას რომ აი ძმაო რა ვიცი, ძლიერი ყოფილი ხარ შენ ჩემზე და ხელი ჩამოართმევენ და მოკლედ მერე ძმაკაცდებიან. და არ ვიცი, ეგრე არ ჯობია იმას რომ აი უაზროთ ერთმანეთს შეხავთ და უაზროთ ერთმანეთს რაღაცა ცემთ ისე რომ არ ვიცი მოკლედ თუ ამას გაითვალისწინებთ უკეთესი იქნება. თუნდაც აი UFC-ში პედი პიმბლენდი რო არის, თუ ავსები ეგრე ქვია მაგ ადამიანს ბრიტანელი კი არა ირლანდიერია, მე მგონი რაღაცა სკოტლანდიელი. მაგანაც იგივე გააკეთა ვიღაცასთან რაღაცა პრობლემა ქონდა, იმან უთხრა რომ მოდი ეხა ჩვენ ვისპარინგოთ ჩვენ დარბაზში, რაღაცა წესები შეადგინეს მაგალითად თავისი, ისე რომ თუ მოგახჯოფო მაშინ, ანუ უნდა გაიგუდო რა და გაგუდის მე რომ გაითიშები, მე გაგიშობო, თორე ისე არაო. და გათანხმდნენ, იჩხუბეს და ნუ შეეშინდა იმას და მაინც დაიწყო სახელების არტმა რომ აი გამიშვიო და არ უნგუდო. მაგრამ ხო ხვდებით, ანუ იმედია რომ პოინტი რაც არის ეგ გაიგეს და
ეს იმა კიდე ძალიან ხელს მიშლის, მაგრამ არა უშვის. მოკლედ ახლა მეტი ვარჯიში ალბათ არ იქნება, იმიტომ რომ ძალიან დაწყებს ახლა წვიმას და მე გავაკეთებ რაღაცას ვიდეოს გარეშე, მე პამპს გაჩვენებთ და მე გზაში კიდე რაღაცას გეტყვით. ნახე რა სილამაზეა პროსტ. წვიმის დროს აკავრება მართლა ძალიან ლამაზი არის. ეხლა პამპამდე ერთ რაღაცას გასწავლით კიდე შეიძლება იცოდეთ, მაგრამ მაინც ჟღუდის დახმარებით ხრების ვარჯიშები. ესე იგი ამას ფეხებზე შეიდებთ ესე, ამ ფეხებზე შეადგებით და ძალიან მარტივი არის, კაბელების პონტი არის რა. სხვადასხვის მე რო არ გასწავლოთ ეს ვარჯიშები, შეგვიძლია დარბაზში მიხვიდეთ ან პროსტა ვიდეოს უყუროთ დარბაზზე და ვინც აკეთებს კაბელებით რაღაცა ვარჯიშებს, იგივე ეს გამეორება შეიძლება სახლში ჟღუდის დახმარებით. მაგალითად აი ეს. მაგალითად იქ რო ვაკეთებდი ესე გამოწვევები ან ესენი ნებისმიერ რაღაც შეიძლება რომ გააკეთო ჟღუდის დახმარებით და შეიძლება კაბელებს. თუ გინდა ბიცეპსი იყოს აი ესე. ხო და მაგიტო არის კარგი ჟღუდი. ამაში არ მახსოვს რა მივეცი, ეს ვიყიდე 2 წლის წინ იყო 2 მეტრიანი. მე გადავჭერი 2 მეტრიანი შვაში და 2 წელი მაქვს ხა ერთიანი. რაც არ ვიცი უნდა მეკრა თუ არა, იმიტომ რომ ეს ზოგჯერ პატარა არის, ზოგჯერ არ ყოფნის, ზოგჯერ ესეც დიდი არის. ნუ გააჩნია რა, უნდა კონდეს მაშინ დიდი, ერთი და ერთი პატარა. მოკლედ, საბოლოოდ მოვიდა დრო გეი შოუსი. კიდე გეუბნები დიდი ხანი არ მორჯიშია ხო და ვერც ჭამდი ამ გამოცდების გამო და ფიზიკა ისეთი განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ რაც ადრე ის არის რა ერთი თვით. მაგრამ საღლები მოვიდნენ საყურებლად. მოიცა? სხვადასხვის front double bicep-ი, ანუ ესე რო აკეთებენ. როგორც ჩანს, ისეთი პოზა არის, რომ თუ ნატურალი ხარ, არის ძალიან რთული რომ აი ლამაზად გამოვიდეს, ანუ ბიცეპსები რო კარგად გამოჩნდეს და კიდე რაღაცა მსგავსი. ვა, კიდე არ ვიცი მეტი რა გავაკეთე. ესენი მიყურებენ კიდე არის. რომ ცხენია ხა ამათ გამო. ვა, კაი, ნუ რა მჭება. სხვადასხვის მე მგონი რო არ ჭამ. არ ვიცი ხა პატარა ეკრანი რო არის ეს ტელეფონი აქ კარგად ჩანს ეს ყველაფერი, მაგრამ დიდ ეკრანზე აღარ ჩანს, ხო და მე მგონი რო არ ჭამ, ცოტა უფრო ცხიმი და რაღაცეები იწვება, ნახე. დავი ეს არაფერი არა ხა თითქმის. იმას არ ვიძახი ხა რომ 10% ცხიმი მაქვს რაღაცა მსგავსი, მაგრამ რო არ ჭამ მე მგონი უფრო
კუნთი იკვეთებასავით. ხო. ერთი პოზა კიდე რაც ვერ ვაკეთებ. So, morch. აუ, ტიპი ისე ძლივს ადგა რომ აქამდე რომ მოვიდეს ახლა უნდა ვაჯამო, თორე ისე. მოიცა. უსარია. მოიცა. ამას ახლა რა სუნი აქვს? მეორე არ მოდის, მაგრამ არ ავშვის. როგორც ვიცი, კიდე ძაღლებს არ მოწონთ, როდესაც აი ზემოდან ადებ ხელს რა. ესე იგი, უნდა გაუტოლდე და ეს ახლა ამას მოწონს, მაგრამ ზოგადად არა. უნდა გაუტოლდე და ამათ დონეზე რო ჩახვალ, აი, რო ჩაიხრები, მერე თვალებში რო ხედავენ, უფრო დობასავით აქვთ რა. და აი კუსარიები ისვენებენ აგერ. ეს რომ მოგრაცებს. მაგრამ პრინციპში აქ დიდი ბალახი კი არა, ფოთლები რო არის, ანუ არც აწვიმთ რა იმდენად. ეხლა კიდე ბოლოს რა უნდა მეთქვა. მოკლედ, ესე იგი, ჩემს Discord-ზე, რომელიც გავაკეთე ძალიან ადრე, ძალიან ბევრი ტროლები შემოდის ხოლმე და ეგ ტროლები შემოდიოდა უფრო ერთი ბავშვის გამო რა, ვინც რაღაცა გააკეთა ესეთი და მაგის მერე აი ტიპს, რავი, ვიღაცა სხვა ბავშვები გადაემტერნენ, ისე რომ თითქოს აი კარტელს რაღაცა წაართვა, რაღაცა რუსულ მაფიას წაართვა რაღაცა და მოკლედ აი თვეები დაძდევენ. ხო და მაგ ბავშვის გამო მე ჯოხი თითქოს აი წდება ჩემზე. ხო და მესამედ მოხდა უკვე ეგეთი რაღაცა რეიდი და მაგის გამო ჩემს Discord server-ს ესე რომ ვთქვათ, ვაუქმებ უკვე დიდი ხანი არის, მაგრამ ვერა და ვერ მოვობი თავი. ხო და ეხლა რომ მოხდა კიდე რაღაცა ეგეთი რეიდი რა, ვიღაცა ბავშვები შემოვიდნენ, ვაფშე არ ვიცი ვინ არიან. ხო და დაიწყეს რაღაც სახელების დახება ჩემზე, რომ აი შენ ესახარო, შენ ისახარო. ყურადღებას არ ვაქცევ, იმიტომ რომ ბავშვები არიან ჯერეთი და მეორე კიდე ეხლა კლავიატურის მონებს და D1-ზე რაღაცა დივნის მებრძოლებს ესე რომ ვთქვათ, არ ვაქცევ ხოლმე ყურადღებას, როცა მსგავს სიტყვებს იძახიან. და ნუ ეგარი და ეგ რა, მაგრამ რაღაცამ რაც მიიქცია ჩემი ყურადღება, ერთ ბავშვი იყო კიდე ეგ, რომელმაც დიალოგი გამიბარა და მითხრა რომ შენ ამადამ რაღაცაზე ხარ არასწორიო და მეთქი უთხარი მაშინ რაზე ვარ არასწორი თქო. ამიხსნა რაღაცები გამიმართა, მეთქი მართალი ხარ თქო, მართლა ამაზე არასწორი ვიყავი მეთქი და მე და ეგ ბავშვი შევთანხმდით რა რაღაცებზე და ნუ სხვანაირად შემახედა რაღაცა პრობლემებზე რაც შეეხებოდა ცოტა პოლიტიკურ თემებს. მაგრამ მაგ ბავშვის გარდა დიდი ვარავდით ეგ ბავშვი იყო კიდე იმათან ახლოს რა, ანუ კავშირში იყო რაღაცნაირად და მაგ ბავშვის გარდა კიდე შემოვიდა 6 ბავშვი, ვითომ რაღაცა რეიდებს აკეთებდნენ და ტროლაობდნენ რა. ხო და დაიწყეს ტიპებმა რომ ესე იგი შენ პოლიტიკაზე არ უნდა ისაუბრო, იმიტომ რომ არაფერი არ იციო, შენი აზრიო, ესეთი არისო, ის არისო. ანუ ისეთი შტაბილწილება მჭდება რომ თუ ესე იგი შენ ვიღაცას არ ეთანხმები, მაშინ არ უნდა ელაპარაკო არაფერზე. თუ ეხა დაუშვათ მე განსხვავებული აზრი მაქვს პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც ჩემი გამოცდილებიდან ვიცი რომ არის მართალი, ანუ მე საუბრის უფლება არ მაქვს, მაგრამ ის არის კიდე საქმე რომ ეგ ტიპები ებრძვიან რაღაცა დემოკრატიისთვის იბრძვიან რომ ვითომ ესე იგი სიტყვის თავისუფლება უნდა იყოსო, ამის თავისუფლება უნდა იყოსო, მაგრამ მომენტი როდესაც ვიღაცა საკუთარ აზრს გამოხატავს, ეგრევე აგინებენ და შენ როგორ შეიძლება აზრი გამოხატე რაღაცაზე. ანუ მაშინ რაზე იბრძვით, ანუ კომუნისტობა და რაღაცეები არ მინდა ვიძახით და მეორე წუთში მე კომუნისტები ხარ თქვენ თვითონ და ცოტა უცნაური თემა არის. ეხა იმ ბავშვს კი არ ვეუბნები მე, ვინც სხვანაირად შემახედა რაღაცა პოლიტიკაზე და ვინც მართლა დამელაპარაკა და მართლა რაღაცა ამიხსნა. მე ვიძახი იმათზე, ვინც გინება დაიწყო და იძახიან იმას, რომ აუ შენ ესე იგი არაფერს თქმის უფლება არ უნდა გქონდეს, ანუ რას ბოდიელობ თქვენ ავად ხო არა ხართ. ან თუ გინდა კიდე მანქანების შეკრებაზე იყოს რაღაცა. მაგაზე დიდი ხანია ვიდეოს გადაღება მინდა, მაგრამ ესე მონაკვეთებში რაღაცებს ვლაპარაკობ, მოკლედ მაგაზე ყოველ ვიდეოში თითქმის, ხო და ძაღლებს მოდიან აგე. ხო და ესეთი რაღაცა არის მანქანების შეკრებაზე კიდე რომ თუნდაც აი ეკლასი ავიღოთ, ყველას კაი მაგალითი არის, რომელიც შეიძლება იყოს 350 რა, ანუ 3 და 5. მაგრამ გადაწყობილი არის ისე რომ აი ძალიან ყველაფერი აქვს AMG-ში და რაღაცა 63 გეგონება 5 და 5 ბიტურბო და რაღაცა მსგავსები და ესე იგი შენ თუ არ იცი მაგ მანქანის ვინ კოდი, შენ თუ არ იცი მაგ მანქანის წარსული, საიდან ჩამოვიდა, როგორ ჩამოვიდა, გადაკეთებული არის თუ არა, აქვს თუ არა რამე გაკეთებული
როგორც აი მოდიფიკაცია რაღაცა მსგავსი, ეგრევე კომენტარებში ვიღაცა გამოხდება, ვინც მანქანის პატრონს იცნობს და დაიწყებს, რომ შენ ძმაო მანქანებზე არაფერი არ იცი, ვიდეოები აწია, აღარ გადაიღო მანქანებზე. რა ავადმყოფური წარმოდგენები გაქვთ ბიჭო, ყველაფერზე რას ლაპარაკობთ თქვენ? ესე იგი, თუ ვიღაცამ საკუთარი აზრი რაღაცაზე გამოხატა, არ შეიძლება რომ ვიდეო გადაიღოს არაფერზე. თუ ვიღაცას რაღაცა შეეშალა, რაც პროფესიონალებსაც კიდე ეშლება, იმიტომ რომ როცა მანქანა ეგრე ძალიან გადაკეთებული არის, იმას პროფესიონალიც ვერ ხდება, ეხლა თუ არ ახსნა კაპოტი და არ ნახა რა არის შიგნით და რა დევს შიგნით და რაღაცა ვინ კოდი არ წაიკითხა, ვერ მიხდება ისე ვერანაირად. და ესენი გამოვლიან და შენ აღარ ილაპარაკო მანქანებზე აწი. ბიჭო, არ ვიცი, თქვენ გამომაშტრებთ მართლა, აი არ ვიცი რა. არასდროს არ ვიძახი იმას, რომ აზრის შეცვლა არ შემიძლია რაღაცა მსგავსი, ანუ ჯიუტად ჩემს აზრზე არ ვდგავარ, თუ ეგ აზრი ჩემი ლოგიკით არის 100%-იანი სიმართლე. და თუ აი 1% მაინც მეპარება ეჭვირო, ეგ შეიძლება მცდარი აზრი იყოს, მაშინ თუ ვიღაცა დამელაპარაკება და ამიხსნეს ისე რომ ლოგიკურად, ანუ makes sense, ესე რომ ვთქვათ, მაშინ შევიცვლი რა, სამ პრობლემა არ მაქვს, მაგრამ არც იმას ვიძახი, რომ ძალიან რაღაცა ჭკვიანი ტიპი ვარ. პროსტა ზოგჯერ ისე დებილობა რაღაცას იტყვიან ეს ტიპები, რომ ანუ შტერდები მეც. და მოკლედ ბოლოს, სადღაც დავიწყეთ, მოვიდით ისე ვაკ, ლამაზი ხედი არის უკან. და ეგ არის და ეგ. ეხლა წავედი, წარმატებები ყველას და დროებით.